ჩვენი ერის სარწმუნოებრივი ერთიანობის ნიშნად და მადლის წყაროდ უფლის უკერველი კვართი მოიაზრება. მის შესახებ ჯერ კიდევ ფსალმუთ მგალობელი დავით წინასწარმეტყველი გვაუწყებდა ქრისტეს ვნებამდე დიდი ხნით ადრე. განიყვნეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კვართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი. კვართი მცხეთელმა ურიებმა დაისაკუთრეს და სიხარულით ახსავსენი იბერიისკენ გამოემგზავრნენ. ამ ფაქტს არავინ უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეპოქაში მრავალი ერი ცდილობს ღირსი გახდეს უფლის კვართის დასაკუთრებისა. არსებული ყველა წყარო ადასტურებს, რომ კვართი უფლისა საქართველოში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განისვენებს და მას შემდეგ მას ადგილი არასოდეს შეუცვლია. ეს ამბავი ქართლის ცხოვრებაში აღწერილი. ეშმაკისგან აღბორგებულმა ურიებმა მცხეთელ ებრაელებს მისწერეს. იერუსალიმში ჩასულიყვნენ, როგორც თვითონ ამბობდნენ მოსეს მცნების აღსასრულებლად. ანუ იწევდნენ მათ იმ კაცის ჯვარცმაში მონაწილეობისთვის, რომელსა ჰქვიან იესო და რომლისგანაც განქარდა სჯული მოსესი და დაიხსნას ყოველნი წესნი ჩვენი, რომელმაც გააუქმა მოსეს რჯული და ყოველგვარი იუდეური წესი უარყო და რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა იმის გამო, რომ კნინღა ყოველი სოფელი შედგომილ არს მისდა. ანუ ცოტაც და მთელი ქვეყნიერება მას შეუდგებაო. იერუსალიმში გამგზავრების წინ მცხეთელი ელიოზი სათნოებით ახსავსე დედამ წინასწარმეტყველურად გააფრთხილა, რომ უფლის ჯვარცმის მონაწილე არ გამხდარიყო. სწორედ აქ ქართლის ცხოვრების ავტორი შენიშნავს, რომ ელიოზი შორს იდგა მაცხოვრის ჯვარცმისას. მან თავის თანმხლებელთან ერთად უკვე მოასწრო ფილიპე მოციქულთან საუბარი. იყვნეს ვინმე წარმართთაგანიცა აღმოსრულთა მათგანი, რათა თაყვანისცენ დღესასწაულსა მას. ესენი მოვიდეს ფილიპესა, რომელი იგი იყო ბეთსაიდაით გალილეისაით და ეტყოდეს მას, უფალო, გუნებავს იესუსი ხილვა. ისინი იმისათვის იყვნენ მოსულები, რომ დღესასწაულისათვის პატივი მიეგოთ. აქედან ჩანს, რომ ისინი წარმართები არ არიან, არამედ სალოცავად მოსული ებრაელები და მოსულნი არიან წარმართთაგან. ქართული წყარო პირდაპირ მოწმობს, რომ სიტყვებში იყვნეს ვინმე წარმართთაგანიცა აღმოსრულთა მათგანი სწორედ წარმართთა ქვეყნიდან მოსული ელიოზი და მისი მხლებლები იგულისხმება. ქართლის ცხოვრების მიხედვით, როდესაც მაცხოვრის წმინდა ხელებზე ლურსმნებს მსჯვალავდნენ, ჯაკუჩის ხმა მცხეთაში ელიოზის დედის სმენას მისწვდა. მაშინ ამ ღვთისმოყვარე დედაკაცმა წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა. ამიერიდან მშვიდობა შენდა, მეუფება ურიათაო, რამე თუ მოჰყავთ უფალი მოსრლი მაცხოვრად და იქმნენით მტერ შემოქმედისა. მცხეთაში დაბრუნებულ ელიოზს საკუთარი და მიეგებება. კვართს სიხარულით ჩაიკრავს გულში და აღესრულება. უფლის უკერველი კვართი მაშინ ამ წმინდა ქალწულთან ერთად დაკრძალეს და მას შემდეგ მისი მცველი და მმარხველი და მტვირთველი არის იბერიის მიწა. ყოველივე უფლის კვართის დააფლის ადგილთან დაკავშირებული გამორჩეული სიწმინდით არის აღბეჭდილი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ამ ადგილას ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მღვდარი სასწაული ცხოველმყოფელი სვეტისა გახდა უწმინდესი ადგილი ქართველთათვის. ამ კვართის გამო გამოემგზავრა წმინდა მოციქულთა სწორი ნინო იბერიაში.
სწორედ მოციქულთა სწორის ქადაგების შემდეგ მოჰკვეთა წმინდა მეფე მირიანმა კვართის საფლავზე ამოსული კვიპაროსი და მისი სხვა ადგილას გადატანა ბრძანა. ამ დროს განცხადდა ნება უფლისა. ხის მოჭრისთანავე საოცარმა კეთილსურნელებმა მიწყო ბრქვება. ძირს განშორებული ხის ტანი სასწაულებრივად გაჩერდა ჰაერში და კვლავ და კვლავ სურნელება საკმევდა. დილით მეფე მიხილა ხილვა ისაშინელი და ელვარება ბრწყინვალე და სვეტი იგი მაღლად ზემდგომარე. შემდეგ თანდათანობით სვეტმა ძირს დაიწია და დაემყარა თავისივე ძირს. იმ ჟამიდან მირონ მდინარე სვეტი, ანუ სვეტი ცხოველი, მრავალ კურნებას აღასრულებდა. სვეტი ცხოველის როგორც დედა ეკლესიის, როგორც ახალი სიონის, ახალი იერუსალიმის მნიშვნელობა საქართველოს ეკლესიისათვის, საქართველოსთვის კარგად ჩანს მის ყოველ დეტალში. უფლის საფლავის გარშემო სიწმინდეები ქართველთა ხელშია და ალბათ ეს კიდევ ერთხელ განამტკიცებდა და კიდევ ერთხელ უსვავდა ხაზს საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიების თანაგვარობას. წმინდათა ის უფლის საფლავისა და სვეტი ცხოველის როგორც უფლის და კვართის დაფლის ადგილის პარალელის მსგავსებას, შინაარსობრივ არსობრივ თანაგვარობას. კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული სვეტისა წმინდისა და კვართისა საუფლოისა უკვდავებად წმინდად მირონსა გვიწყაროებს. კვართის გარშემო იკრიბება მადლი სულისა წმინდისა, რომელიც არტოვებს ჩვენს ქვეყანას. ეს მადლი გვამთლიანებს ყოველგვარი განყოფის მიუხედავად, გვიცავს აურაცხელი თავდასხმის მიუხედავად, განგვამრავლებს ქართველთა სვრისა და ჟლეტის მიუხედავად.